დუეტების სურით ბრუნდება. ჩვენი დეტექტივები კი შეეცდებიან დუეტში გამოიცნონ თუ ვინ არის. სასწაული დუეტების ტური იყო, ასეთი ტანდემები იყო ხშირად, მაგრამ კიდევ სხვა წონით კატეგორიაში გადიოდა ეს ტური ამ სეზონზე. ძალიან ლამაზი, ემოციური, მუსიკალურად დატვირთული მრავალფეროვანი კონცერტი, არაჩვეულებრივად დადგმული. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ერთ-ერთ დუეტში მე არ ვიყავი, მაგრამ ვიზიამამდე ძალიან ისედაც რთულია, როდესაც მარტო მღერის ადამიანი რო გამოიცნო ხმით, ვინ არის, ხო? ხშირ შემთხვევაში და მით უმეტეს, როდესაც ეს დუეტში ხდება. უსების მეწყვილე, რომელიც იმ მომენტში მთავარია, რომელიც უნდა ამოიცნო, ალო, ვერცნო. ეს იყო საოცარი მოგზაურობა. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ცურვა ვისწავლე. ის რომ ეს სამსახიობო სტატობა რაღაც წინა პლანზე იყო დელფინის შემთხვევაში, რაღაცა ყველასთვის გასაგები იყო პირველი ტურიდან. მიახლოვებული ვიყავი, მაგრამ ხო, სწორი ვერსია არავის არ გვითქვამს. ხო, მე რაღაც დაგიმალოთ და გამიხარდა რომ ვერ გამომიცნეს. მან ეს მისი საოცარი ნიჭიერება, მისი სამსახიობო ნიჭი კიდევ ერთხელ შესაბამისად გამოიყენა და ძალიან კარგად გაგვაბითურა. ვაკვირდებით ამ დროს ხო ფიზიკას, რომ აი ვის სხეულს გაგონებს, თურმე აქ ისეთი შეფუთულია ეს სიფრიფანა რუსუდან ბოლქვაძე. თული იყო თავიდან, მერე და მერე უფრო გავთამამდი და აი რომ გავთამამდი და გავშინაურდი ამ დროს გამომრიყეს. რასიზავ ფორმატია ასეთი ხო, წესებია ასეთი ახლა. როგორ არ დამწყდა გული, ძალიან დამწყდა გული და თან სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მართლა არ ვეროდებოდი რუსუდან ბოლქვაძეს დელფინში. გული დამწყდა, იმიტომ რომ ეს იმ რანგის არტისტია, რომელსაც კიდე შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა. ცოტა გულისწყეთა არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გაშინაურდი უკვე რომ კოსტუმსაც ფლობ, უკვე რომ ხასიათი შედიხარ, მე გინდა, კიდე გინდება, მაგრამ თამაშია და თამაში მოსულა ყველაფერი. აქედანაც ძალიან დიდ სიყვარულს აუფიქსირებდა დიდ პატივისცემას დიდებულ არტისტს რუსუდან ბოლქვაძეს. რუსუდან გვიყვარხარ. დღევანდელ ტურსაც განსაკუთრებულად ველოდები, იმიტომ რომ ჩემი დაკვირვებით ასია, თუ დაუშვებ რომ ეს ადამიანი შესაძლებელია იყოს, მერე უკვე მიდიხარ რომ აი ხო, რაღაც მესმის კი მისი ხმა, მაგრამ რთულია რა. რთულია. ფავორიტი ახლა არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ სიმინდი. მდინარის ყველასათვის საყვარელი დისნეის ტურით ბრუნდება. აქვე უნდა დავაანონსო, დღეს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი ტურით ველოდება, რადგან ჩვენი მეგაშოუს პერსონაჟები დისნეის სამყაროს საკულტო სიმღერებს შეგვისრულებენ, ამიტომ აუცილებლად დარჩით ჩვენთან ერთად, რადგან ანიმაციები ყველაზე კარგად გვაჩვენებს თუ ვინ არის. დღეს მეხუთე ეპიზოდში ჩვენ ყავს პროექტში დარჩენილი 6 მონაწილე. მათი გამოსვლის შემდეგ ჩვენი დამსწრე აუდიტორია სპეციალური მოწყობილობების საშუალებით და ფარული კენჭისყრით აირჩევს საკუთარ 4 ფავორიტ გმირს, ხოლო დარჩენილ 2 აუთსაიდერს შორის კი ჩვენი დეტექტივები გადაწყვეტენ თუ ვის ჩამოხსნა ნიღაბი და დეტექტივებს მოგესალმებით. დღეს დავიწყოთ და მითხარით თქვენი ბავშვობის ყველაზე საყვარელი მულტფილმი. ჩემი საყვარელი ბავშვობის მულტფილმის ფორმა შენ გაქვს მორგებული და ძალიან გიხდება. მადლობა. ფეხსაცმელები გამოგიჩნდა, რომ გამოხვედი და ზუსტად შეგიხამებია. გამეხდება ალბათ სავარაუდოდ. ხოჭა. ანრი შენი
ჩემი საყვარელი მულტ პერსონაჟი იყო არის და იქნება ურსულა პატარა ქალთევზადან. ურსულა ფონ დერ ლაინი. არც შარშანაც ეგ იყო კარგად მახსოვს. კი, მართლა ეს პერსონაჟია, რომელიც ძალიან მომწონს და პერსონაჟია და მულტფილმი? ალბათ უფრო ქართულ მულტფილმებს ვანიჭებ დღემდე რაღაცა. კი, მიყვარს. ჩხიკვთა ქორწილით დაწყებული მტრობა, წუნა და წრუწუნა ეს ხო შედევრებია, რაზეც საუბრობთ ხალხო. რა დისნეი. აჰა, გეთახმები, კი ბატონო. ოთარ რაღაც პრინციპით ხარ დღეს გამოწყობილი და Beauty and the Beast. ხო, შენ ხარ Beauty, მე ვარ Beast-ი. მე ასე მიმღერა დღეს ხალხო. ასე მიმღერა კულისებში Beauty and the Beast-ო, ანუ მე Beauty ვარ, შენ Beast-იო. ძალიან ელეგანტურად გამოწყობილი. დიდი მადლობა. ჩემი საყვარელი მულტფილმი არის ხელმარჯვე ოსტატი. ოსტატი ნამდვილი. ხელმარჯვე ოსტატი, რა კარგია. კარგი და Disney-ის? ალბათ მაინც ფიფქია და 7 ჯუჯა. რომელი ჯუჯა? სულოს რომ მოდის. მე 7. გადასარევი. ლიზა შენი? Beauty and the Beast არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმი. ქალბატონი ჩაიდანია იქ ჩემი სიყვარული. ხო და რა შეიძლება ფანტასტიკურ სიმღერას მღერის? მართლა საუნდტრეკს. მართლა საოცარი ანიმაციური ხელოვნება გვაქვს ქართველებს და რა თქმა უნდა წუნა და წრუწუნას გამოვყოფდი, აუცილებლად გამოვყოფდი მერი დავითაშვილს, უნიკალურ კომპოზიტორს, რომელმაც შექმნა მთელი ჩვენი ბავშვური სამყარო სწორედ აი მუსიკის კუთხით და ძალიან მიყვარდა ბატიტასიკო მედიკო ჯაფარიძის შესრულება. ბატიტასიკო ძალიან მაგარი. საოცრება ისა და შაქრო და ზაქრო. ფანტასტიკა იყო კიდე ბაბაჯანას ქოშები და ნუ მართლა რომელი ერთი ჩამოვთვალოთ, მე მინდა უსურვოთ ჩვენს ბავშვებს, რომ აუცილებლად გაეცნონ ქართულ ანიმაციურ შედევრებს, რადგანაც არაფრით ჩამოუვარდათ. ეს ქართული ანიმაცია მართლაც ეს არ არის მხოლოდ რაღაცა გასართობის საბავშვო იმ ხელა შემეცნება და ფილოსოფია და რომ ნამდვილად ღირს ბავშვებო ნახეთ ჩვენი ანიმაციის შედევრები. დაუვიწყარი ტური გველოდება და მე მინდა გაგახაროთ, რომ დღეს თქვენ გაქვთ შანსი მოითხოვოთ გმირებისგან სიტყვიერი მინიშნება. იქნება დაგეხმაროთ რომელში. როგორ მიყვარს ეგ მინიშნებები? დღეს მხოლოდ სიტყვიერი მინიშნება. ახლა კი ჩვენი მეგა შოუს პარტნიორი კომპანიების წარდგენის დროა. მაშასე წამყვანი დეველოპერული კომპანია Orbit ჯგუფი, რომელიც მუდამ დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურის შენობებით გვანებივრებს, გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში, ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია Aversis პრემიუმ ბრენდი აჰავა, რომელიც მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებების ბრენდია ისრაელიდან. აღნიშნული ბრენდი გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია Aversis საფთიაქო ქსელში. ჩვენ სამაღლებულ განწყობაზე როგორც ყოველთვის Coca-Cola ზრუნავს დეტექტივებო, გამოიყენეთ ეს დრო, შესვენებას ისე არაფერი უხდება როგორც Coca-Cola. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. Neverland-ი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი. გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში. ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი მოდი ერთად ნახოთ თუ ვინ იმღერებს Disney-ის ტურში ჩვენი 6-ეული ეკრანზე.
ყველაფერი არის იმისთვის მზად, რომ დღევანდელი ზღაპრული ტური გახსნილად გამოვაცხადო და პირველი მონაწილე მოვიხმო სცენაზე. მას ასე ის დღეს გულშემატკივრებს როგორც მინიმუმ 3 სურვილის ასრულებას პირდება. მას ასე სიმინდის სცენაზე. როგორი პრეტენზიული სცენარია იცით? როგორი? გვალვამ შეიძლება აწყინოს? შეიძლება. სვიმამ შეიძლება? შეიძლება. ნეტა ცხოვრებაშიც პრეტენზიულია? ალბათ. სიმინდის ჭიამ შეიძლება? შეიძლება. ამიტომ ერთხელ თუ ვინმე მაწყერინა, მერე აღარც ვურიგდები. ახლა სიმინდი კი ვარ, მაგრამ რქიანიც ვარ. ბუს სიბრძნე მაქვს თუ არა? მაქვს. დათვის მოთბილება მაქვს თუ არა? მაქვს. გატყუებთ თუ არა? კი. კი. რა თქმა უნდა. მაგრამ რაშიც არ მოგატყუებთ, ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი ედით პიაფის სიმღერა. Non, rien de rien. Non, je ne regrette de rien. ანუ je ne regrette ფრანგული იცის? კი გითხარით განუმეორებელი მეთქი, მაგრამ გავკადნიერდი და გავიმეორე. ეს ჩემი პირადი ქავერია და კიდევ უფრო მიყვარს. მაგრამ აი დღეს რას გიმზადებ სცენაზე, მაგას ნამდვილად აღარ გეტყვით. დამელოდეთ გავიფურჩქნო და გაიგეთ. გელოდებით. ვერაფერიც ვერ გავიგე, ერთი ის აღმოვაჩინე, რომ მე და სიმინდი ერთ ფერებში ვართ. ფრანგული ხო არ იცის ან რამე საფრანგეთთან კავშირი? ერთადერთი ედით რაც არ პიაფი რადგან მოგატყუებთ, ეს შეასრულა? არის ნოღია დოღია. არაფერს ნანო. მოვიდა ჩვენი სიმინდი. ჩემი ალტერეგო მოვიდა ახლა ვიზუალურად. დეკორაციით მიხვდით რომელი ანიმაციაა? მე მგონი კი. რაღაც აღმოსავლური. ალადინია. ალადინი. ალადინი. აბარა. და სამი სურვილი თუ შეგვისრულა, ანუ ჯინია თვითონ. ჯინია ალბათ, ხო. When Alibaba had them 40 thieves, shadows out his head 1,000 tales. But master, you him lack cause up your sleeve. You got a better magic never fails. Got the power in your thunder, not so heavy ammunition in your hand. You got the push, yeah, ain't how. You all you gotta do is dump that line. And then I'll say, Mr. Aladdin, sir, what will your pleasure be? Let them take your order, join down. You have never had a friend like me. Life is your restaurant and I'm your melody. come whisper to me whatever it is you want. You ain't never had a friend like me. We pride ourselves on service. You the boss, the ნაცნობი king, the ხმა shot. არ ხარ ας. Say what you wish, it's yours to be. About the little money back to that. Have someone tell me right all can be. I'm in the mood to help you do. You ain't never had a friend like me. This the big part. Watch out. It's the big part. Can your friends do this? Can your friends do that? Can your friends do this? I'm gonna let it hide. Turn your friends go. I'm the genie of the lamp. I can sing rap dance if you give me a chance. The feet, the thought goes by your eye. And so on me they praise. You got me born
I feel satisfied by the genie for your change of face. I'm at the powerful urge to help you out. And what you wish I really wanna know. You gotta leave just 3 miles alone in the dark. All you gotta do is jump like so. And Mr. I love you, sir. Have a wish or 2 or 3. I'm on the job, you're big in the ball. You ain't never had a friend, never had a friend. You ain't never had a friend, never had a friend. You ain't never had a friend like me. You ain't never had a friend like me. აი ეს ჯადოსნურად გახსენის დღეს დისნეის სამყაროს ტური. როგორ მოგეწონათ ჩვენი სიმინდი? გადასარევი. ჯინის ამპლუაში. ძალიან ჯინი სიმინდი. აბა რა სურვილს აგვისრულებს ნეტა რას თხოვთ? სურვილი აასრულოს სიმინდმა, რა რომ ქნას? გამოიტანოს თუ გვითხრას მინიშნება. ასე პირდაპირ ანრი. არა, იმიტომ რომ ჩვენ შევთანხმდით ეს მინიშნება. მარიკას არ ავიწყდებოდა ხოლმე. წინა სეზონებზე ხშირად გვავიწყდებოდა ხოლმე. მე გახსენებდით როგორ გეკადრება მანიკა ისეთი მომზადებული? და ახლა წინასწარ მოვილაპარაკეთ რომ შეფასებამდე სიტყვიერი მინიშნება გვინდა. სიტყვიერი კი ბატონო, მინიშნება. ველოდებით სიტყვიერ მინიშნებას, მაშ ასე? ეს კუპიურა 2006 წლის შემდეგ ხმარებიდან ამოღებულია. ლარიანი ორ ლარიანი ორლარიანია მე ორ ლარიანი 2006 ზაქარია ფალიაშვილი ახატია, ლარიანს ფიროსმანი ახატია. ასე პირდაპირ გაიგეთ. აი სიტყვიერი გაიგე რა, ფიროსმანი იქნება თუ ზაქარია ფალიაშვილი. ან ხატრობისკენ ხო არ წავიდეთ თუ ოპერის თეატრისკენ წავიდეთ თქო ამას აი ძალიან საინტერესო კი ეგ არის. ამას ვამბობ. კარგი, დაგეხმარათ ახლა ეს მინიშნება თუ პირიქით დაგაბნიათ. ნახეთ ჩემი აზრით თუ ამ მარტივი გზით წავალთ ფიროსმანი 1 ლარიანზე, ფალიაშვილი 2 ლარიანზე ადამიანი რომელიც სიმინდს მიღმა იმალება შეიძლება იყოს სამხატვრო სფეროდან ფერმწერი იყოს ან მსგავსი ან მოქანდაკე ან რაღაც მსგავსი ან რა თქმა უნდა მუსიკის ვითომ 2006 წელს ამოიღეს მე მგონი შეიძლება ვცდებით მაგრამ ფაქტია რომ პირველი ხარ რაც გვახსენდება ჩვენი ეროვნული ვალუტიდან 1 ლარიანი და 2 ლარიანი ქაღალდის კუპიურა ამოღებულია თუ ოპერისა და ბალეტის თეატრისკენ მივყავართ მაშინ წინაზე სწორად წახვედი შენ კარგით ასე შორს წავალთ ამ მსჯელობით ამ ლოგიკით არ ვიცი მე მაქვს ვერსია ვითომ არ მოგვისმენია მე მაქვს ვერსია მოდი ეს ადამიანი იყოს ნიკუშა შენგელაია ნიკუშა შენგელაია იყოს სიამოვნებით ვიშურავდით ვიხარდება რომ რატომაც არა? კი ბატონო, აი ეს მოკლედ და კონკრეტულად. ფანტასტიკური გახსნა იყო დისნეის ტურის და დიდი მადლობა ჩვენს სიმინდს. გადასარევად მოიგო ჯინის ამპლუა და სახასიათოც შეგვისრულა. ძალიან იჭერი ადამიანი რომ არის მოთავსებული შიგნით ეს უდაოა. თუმცა ვინ არის ჯერჯერობით ვერ მივაკვლია. მოდი იყოს ჩემი მეორე ვერსია. ნუგზარ კვაშალს ვიტყვი დღეს. ნუგზარ კვაშალი. ჩემი სიყვარული ნუგზარ კვაშალი. ყველას სიყვარული მე მგონი. ჩემთვის განსაკუთრებით. ნამდვილად. ანდრი, როგორი ფერადი ხარ დღეს, რა კარგად გამოიყურები. ანდრი დღეს უხდება სიმინდს. სულ შეგიარდა მითხრა კომპლიმენტები. იცი რა არის შევეცადე. ფერადი ყოფილიყავი და აღმოვაჩინე რომ მე და სიმინდი ისე ამოვიჩინახე მე პრინცესები და ის არ ვიტყვი. არა ნუ ჩიჩიორა. დისნეის რა გითხრა, მაგრამ კინოფილმის პერსონაჟი გამახსენდა. რადგან მაინც წავედით მხატვარია თუ მუსიკოსი ან ორივე ერთად რას დავეძებთ მგონია რომ შეიძლება სიმინდი იყოს ჩვენი არაჩვეულებრივი მხატვარი დიდი შემოქმედი ზალსულაკაური ზალსულაკაური რატო არა რატომაც ძალიან გამიხარდება პირველად დასახელდა ტემბრალურად გავდა კიდეც იცი საუბრის მანერა იცი თქოს დავიჭირეთ სიმღერას კარგი მიღებულია და ლიზა დაგვრჩა ესე იგი მე და მანიკა როდესაც უყურებდით პროფაილს თქვით ასეთი რამ რომ ნუ ძალიან ასე ვთქვათ ამაყი ბუტია ფრანგული სიმღერა გვიმღერა რაღაცა ბრძენი ვარო მოთმინების უნარი მაქვს ხათაშორის
2006 წელს შეიძლება სულაც ევრო შემოვიდა და ფრანგული რა იყო მაშინ ფრანკი იყო? ეგენი არ ვიცი. ფრანკი იყო ევრომდე ფრანკი იყო. ხო და აი იქნება და იყოს ჩვენი არაჩვეულებრივი შემოქმედებითი ოჯახის ერთ-ერთი ძალიან ღირსეული წარმომადგენელი, რეჟისორი, რომელიც ახლა სწორედ საქართველოში თუ არ ვცდები მუშაობს ფილმზე. ფილმს იღებს ნამდვილად. ძალიან მინდა რომ სიმინდიდან ამოძვრეს უნიჭიერესი გელა ბაბლუანი. და რა ფანტასტიკა იქნება. შვენიერი ვერსიები მოვისმინეს და მოდი გავაცდილოთ ჩვენი სიმინდი. იქნება და აგვისრულოს სურვილები. სამიო, სამს დავხდიეთ და ერთად. როცა მის ვინაობაზე იფიქრებთ, მოიაზრეთ, რომ ის შეიძლება ეგვიპტის პრინციც კი იყოს, მაშ ასე ქურუმის სცენაზე. რომელმან შექმნა სამყარო ხომ გაგიგიათ? უთვალავი ფერით რომ გვაქვს, ეგეც ხომ გაგიგიათ? ხო და მეც მაქვს შექმნილი ჩემი სამყარო. აბა, როგორი? ტერმინთა განმარტებაში, ანუ მეორე მუხლში საკუთარი სამყარო როგორც მაქვს განმარტებული, ამის გამოცნობა თქვენთვის მომინდვია. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ პირველი კანონი საკუთარი ხელით მაშინ დავწერე, როცა სულ 2 წლის ვიყავი. ისევ კანონების სამართალი. ხო და ადამიანი 2 წლისა თუ კანონებს წერს, სადმე ჩაბარება გაუჭირდება? არც გამჭირვებია. დიდ კონკურენციას მიჩვეული ვიყავი. ახლა გარემოებები ჩემთვის სხვანაირად ლაგდება. მე მჯერა, რომ ერთადერთი კონკურენტი, რომელიც ცხოვრებაში ყავს, ეს შენი თავია. ახლა ამას ვერც ერთ კანონში ვერ ამოიკითხავთ, მაგრამ ხომ არსებობს დაუწერელი სამართალიც? მე მჯერა დაუწერელი სამართლის, რადგან ავტორიტეტებს ყოველთვის პატივს ვცემდი. თუ რაღაც არსებობს, ესე იგი მას საამისო მიზეზიც გააჩნია. თქვენ როგორ ფიქრობთ? ყველაფერი დაშვებულია, რაც კანონით აკრძალული არ არის, თუ მხოლოდ ისაა დაშვებული, რაც კანონში წერია? შეხედე როგორ რიტორიკული კითხვა დაგვისვა? შორ წიაღსვლაში აღარ წაგიყვანთ. მოღვაწეობა და წიაღსვლაც ისეთი რამეა, სხვამ რომ უნდა თქვას შენზე. აბა დღეს რომ რაღაცა საქმიანობ, ვიღწვიო ხომ არ იტყვი? 8 წლი ვიცი მე წლების შემდეგ. ხო და ახლა სცენაზე გამოვალ და დანარჩენი თავად გასაგებ. ძალიან აგვრია და აგვრია. არა, პრინციპში ხაზი მაინც იგივეა, რაც ადრე. სამართლის ხაზი არის. ქურუმს უხდება დღევანდელი დეკორაცია. ძალიან. მთელი გაფორმებები. დღეს ისევ კაპუშონით არის. ხო. ეს მულანის ის არის, ხო? მულანია. Let's get down to business to defeat the Huns. მაგრამ ღერი. Did they send me daughters when I asked for sons? You're the saddest bunch I ever met, but you can bet before we're through. Mister, I'll make a man out of you. Tranquil as a forest, but on fire within. Once you find your center, ხალხო, რა სიმაღლეა შეხედე. მაღალია. to end. You're a spineless, pale, pathetic lot, and you haven't got a clue. Somehow I'll make a man
of you. We must be swift as the coursing river, with all the force of a great typhoon, with all the strength of a raging fire, mysterious as the dark თვითონაც რა მაგრამ მოძრაობს ნახე ანდრი მომღერალია მე მგონი toward us. და მგონი ვიცი ვინც არის Arrive, heed my every order, and you might survive. You're unsuited for the rage of war, so pack up, go home, you're through. How could I make a man out of you? We must be swift as the coursing river, with all the force of a great typhoon, with all the strength of a raging fire, mysterious as the dark side of the moon. We must be swift as the coursing river, with all the force of a great typhoon, with all the strength of a raging fire, mysterious as the dark side of the moon. Bravo, Nambiro. Bravo. ძალიან მაგარი ნომერი იყო ძალიან აქტუალებული ვარ მოძრაობებით ნომრით სიმღერით როგორი კუნფუ ჩაგვიტარა ძალიან მაგრამ ღერის ჩვენი ქურუმი და ეს დასასრული ცალფეხზე რომ დაამთავროს შტამბეჭე დავიყო მოდი სანამ შეფასებას დავიწყებთ სიტყვიერი მინიშნება ვნახოთ და მოვისმენთ აუცილებლად ხო ჩაღმანიკა არ დაავიწყდა აბა რას გვეტყვი ქურუმო პირველი მესამეზე და მეორეც მესამეზე. რაო კარგი გენაცვალე და ყველაფერი გავიგე ეხლა რას გვასწავლის ეს იყო ჩემი ileti პირველი ეხლა მესამეზე ალგებრას გვასწავლის თუ ტრიგონომეტრიას ჩაგიტარეთ კუნფუ მეორეც მესამეზე ანუ მესამე ადგილზეა გასული რაღაც კონკურსებში ორი და კონკურსი აქვს ნახე მე მაქვს ვერსია მოდი მე დავიწყებ რა დაიწყე. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თითქმის დარწმუნებულები ვიყავით რომ თითქოს ახლოს ვიყავით ვერსიამდე ირაკლი მაკაცარიას და გილიგას შორის ვჭობდით რომ აი თითქოს ეს მონაცემები ცეკვის სტილი შესაძლებლობა ამავდროულად სიმაღლე ასევე მუსიკალური ნაწილი შეესაბამებოდა ამ ორ ადამიანს მაგრამ ახლა მე გამახსენდა კიდევ ერთი ადამიანი რომელიც პროფესიით არის თანმომღერალი თანმსახიობი მე მახსოვს ცეკვავენ ვარსკვლავებში გადასარევად ცეკვავდა და არ მახსოვს მესამეზე გავიდა თუ მეორეზე რა მნიშვნელობა აქვს მე ჩემ ვაიმე, ძალიან ანდრია გველესიანი ანდრია გველესიანი რომელიც სხვათა შორის მე როგორ მიყვარხარ? მონაწილეობას ვიღებდი ვინ არის როგორც კონკურსანტი ხშირ შემთხვევაში ასახელებდით დეტექტივები ანდრია გველესიანს ანუ შენზე ხო და ახლა მე ვასახელებ ანდრია მას გველესიანი მშვენიერი ოთარ შეუერთდები თუ ჯერ ბიოლოგიაში არის ასეთი კანონი შვანის და შლეიდენის კანონი ქვია ანუ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღმოაჩინა ორივემ კონტაქტი არ ქონიათ და შესაბამისად ორივემ დაამტკიცა რომ ისე აღმოჩენილია და ორი სახელი დაერქვა აი ესე იყო მანიკა და ანრი როდესაც დაასახელეს გიორგი გილიგაშვილი მე ამას ძალიან ვეთანხმები ძალიან მაგრამ ნუ ამ ვერსიას არ ვიტყვი იმიტომ რომ ჩემი არ იყო რაღაცას განსხვავებულ შემოგთავაზებთ გიორგის მიხედავენ ანრი და მანიკა და მაკაცასაც მიხედავენ ანრი და მანიკა იცი რა არის რაღაცა მოძრაობები მართლა გამორჩეული აქვს სხვა კონკურსანტებისგან მე მგონი ყველაზე კარგად მოძრაობს ჩვენი ქურუმი ფლობს იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ მისი ცეკვა და ეს სხეულის ენა სიმაღლეც ხელს უწყობს ეხა პირველად მესამეზე გავიდა მეორეჯერ მესამეზე გავიდა კაცმა არ იცის აქ რას გულისხმობდა მაშინ შეიძლება სპორტსმენი ხო არა ხო და მე მაინც ვიტყვი ოტო ფოლადაშვილს ოტო ფოლადაშვილი ხო აი რაღაცა განსხვავებული რატო
ხარ ოთოს რო ეხა ილეთები გაუჭირდეს. ალბათ, სადღაცა 80% ეს არ არის ოთო ფოლადაშვილი, მაგრამ მაინც ხო კარგი ვერსია. ძალიან. კი ბატონო. მადლობა აბა დაჯექი. ანრი გისმენს. სულთანს ვერსიები ტრიალებს. რადგან რაღაც ესეთი ცეკვავინი ვარსკვლავების შლეიფი მოგწდევს ახლა დეტექტივებიდან. მე დავასახელებდი არანაკლებად ნიჭიერ არტისტს, ქართული გენის მატარებელს, რომელმაც ასევე სრულიად ფანტასტიკურად გაართვა თავი ცეკვავენ ვარსკვლავებში მონაწილეობას, რომელიც გავიდა მესამე ადგილზე. ეს არის მე არ გამახსენდა და შენ გაგახსენდა. გია ფერაძე. გია ფერაძე. თუმცა მგონი სიმაღლეში შეცდი, მაგრამ ფანტასტიკა იყო. მაღალია გია. გია ფერაძე ჩემზე ოდნავ მაღალია. კი, მაღალია. ბატონო, გავუშვებ თუ ლიზაც მეტყვის თავის ვერსიას. ძალიან კარგი ვერსია ანრი, მადლობა. მე სხვათა შორის მაინც ანრის და მანიკას ვერსიაზე ვრჩები, მაგრამ ჩემი ვერსია წინა ძალიან მომწონს, რომ აი მოიხადოს თავზე და დაგიმშვენოს გვერდი რატი დურგლიშენ, მაგრამ რა ვქნა. რა გავაკეთო? რატი რომელიც ასევე მონაწილეობდა ცეკვებში, დიახ. გადასარევია ჩვენი ქურუმი. გადასარევი ვერსიებისთვის და გაუშვათ ქურუმი. ლამაზი კუდით, 1000 ფერით, გრაციით და სიამაყით სცენაზე გამოდის ფარშევანგი. აგერ უკვე მეოთხედ ხვდებით ერთმანეთს და არც ერთხელ გიკითხავთ, რატომ გავხდი სიზმარა ფარშევანგი? არ გვიკითხავს. არ გაინტერესებს თუ მგონიათ მაინც არ მოგიყვება? ძალიან გვაინტერესებს. სულ ტყუილად, იმიტომ რომ მე საუბარი ყველაფერზე თავისუფლად შემიძლია. არ მაინტერესებს ვინ რა სიტყვის ჩემზე და ეს თავისუფლება. ადრეულ ასაკში მოვიპოვე. ეგ რა კაი თვისება. ტრიურს თქვენს წერდით ბავშვობაში? თუ არა, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ტრიური საკუთარი თავის გაცნობის და ამოცნობის საუკეთესო საშუალებაა. ყველაფერს სხვა დანარჩენს თავი რომ დავანებოთ. ერთადერთი მინუსი, რაც შეიძლება ტრიურს ჰქონდეს, ეს გარშემო ცნობის მოყვარე ფარშევანგების არსებობაა. თუმცა პლუსი რადგან მეტი აქვს, მეც ვწერდი და ვწერდი. აბა? რა თქმა უნდა, არ მომწონდა რომ კითხულობდნენ, მაგრამ ამ სიამოვნებას მაინც ვერ ვიკლებდი. ჩემი პირველი დღიური როგორ იწყებოდა, იცით? ეს იყო მოგონება დიდ საანგარიშოზე და ნამლევზე. ვინც არ იცით ნამლევი რა არის, გეტყვით, რომ ასე პატარა ფარშევანგს ჰქვია. ანუ არც ბარტყი, არც წიწილა, არც ბახალა, ნამლევი. ანუ შვილზე წერდა. დღემდე მანდარინის ხეზე ჯდომა მიყვარს და ფიქრი, რაც ბევრი რამის გაანალიზებაში და სწავლაში მეხმარება. ახლა თქვენ გითხავთ, კუდის გაშლას როდის ხახერხებო და გიპასუხებთ, რომ სულ. ახლაც სცენაზე მთელი ჩემი სილამაზით მოვფრინდები და ვეცდები ჩემი ცქერის სიამოვნება კიდევ დიდხანს არ მოგაკლოთ. ღმერთმა არ მოგვაკლოს. გამოდი გელოდებით. ნახეთ რა ლამაზია. ლამაზი ფარშევანგი როგორი არის არა რაღაცნაირი. გას მღერის. ოჰო. ეს რევერანსი უყვარს ჩვენს ფარშევანს. ფარშევანგია და აბა რა. გალამაზია სცენა. ძალიან.
without. Baby, don't you worry about a thing. აუ რა კარგია. Don't you worry about a thing, mama. 'Cause I'll be standing on the side when you're taking. Everybody needs a change, a chance to take it. ძალიან კარგი. You're the only one who sees chance to take yourself through. რა გადააბანახე? Don't you worry about it. Don't you worry about a thing. 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 Don't you worry about a thing, mama. 'Cause I'll be standing on the side when you check it out. When you get off your trip, don't you worry about a thing. Don't you worry about a thing, mama. 'Cause I'll be standing on the side when you check it out. Don't you worry about a thing. Don't you worry about a thing. 'Cause I'll be standing for you. Don't you worry about a thing. აი ესე ენერგიულად გაშალა კუდი მისი საოცარი აუ კუდი. დაგლიჯა რომელსაც ძალიან ვითხოვდი. მაგარი ნომერი იყო ძალიან. ბრავო. ბრავო! დედა რა კარგი აუ, კარგი ძალიან სიმღერა კარგი იყო. იმღერა, რა კარგი მულტფილმიდან იმღერე. მადლობა ფარშევანგო. როგორი ცეკვა, როგორი იმღერა. იმღერა. მე და ოთარმა კი უკეთესად ვიცეკვეთ, მაგრამ ფარშევანგსაც არაუშავდა. კი ბატონო. ანუ აქ როგორ იყო იცი? აქ ზემოთ რა ხდებოდა იცი? ლიზა ბაგრატიონი და ოთარ დადიშვილი. ჩაჩაჩა. და ლიზა უცხოჩენა ესენა შერტო მოდი ოთარ. ჩაჩაჩა ვიცეკვეთ. ეხლა ჩერტკოევი გვინდა რომ შეგვაფასოს. აი ახლა თქვენ შეაფასოთ ჩვენი ულამაზესი ფარშევანგი და ცეკვა ჩეკვა ძალიან დაიღალა, მოდი დროულად შეფასებავთ ხოლმე. ჯერ მინიშნება გვისხრას. მინიშნება. და მე აღარ მოვითხოვდი თქვენს ადგილას მინიშნება. ერთი წუთი მინიშნება. ფარშევანგი ყველას აგრესიული ფრინველი ჰგონია. რატომ? არ ვიცი. აი ეს იყო მინიშნება და მიიღეთ. მე არ მგონია აგრესიული ფრინველი ანუ აი ეს რა ფარშევანგი. მინიშნება აქ იყო? ალეგორია საკუთარ თავს გულისხმობდა ფარშევანგში, რადგან ამ პერსონაჟს ყველას გონია აგრესიული? აცოცხლებს და ის გონიათ განიშნავს. აგრესიული. იცით რა, აი გულწრფელად მინდა ვთქვა, წელს ის სეზონია, როდესაც იმხელა სიამოვნებას ვიღებ, რომ საერთოდ ტვინს ვეღარ ვთავ, ადრე თუ პრინციპულად იყო ჩემთვის, სანამ როგორც ანდრი იყო და საშემოდგომა გამომყვებოდა. გამოყოლილი. პრინციპული იყო, აი რაღაცნაირად ჟინი მქონდა, რომ გამომეცნო. აი რაღაცა გულწრფელად უნდა ვაღიარო, რომ ვზივარ უბრალოდ და სიამოვნებას ვიღებ და ეხლა ისეთი სიამოვნება მივიღე, რომ არ დავძაბე გონება, საერთოდ ჩავიხედე ჩემს წინა ვერსიებში და ისე მომავარჩევ ჩემ კოლეგას, რომელსაც აი ფარშევანგს დღეს სიმღერაში ქონდა უდიდესი ფრაზები, ძალიან ღრმა, სუნთქვითი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები გამოავლინა, რო აღარ ვთქვათ არაფერი იმაზე და ეს ნამდვილად შეუძლია ეკა კვალიაშვილს და მოდი ისევ ჩემ კოლეგა ეკა კვალიაშვილს დავასახელე.
არის ჩვენი ფარშევანგი ლიზას მოსაზრებით. მაშინ მე შორს არ წავალ და პირველ რიგში ფარშევანგს ვეთქვი რომ სრულიად რაღაცა კიდევ განსხვავებული ფერი შემოიტანე ნამღერით. ხო, დღეს აბსოლუტურად სხვანაირი იყო. აი თითქოს თავიდან რაღაცა არამომღერლურად დაიწყე, მაგრამ მაინც გაგექცა რაღაც არაჩვეულებრივი ხმა გაქვს და ვერ დათმეს პასაჟები გააკეთა. ნუ არაჩვეულებრივი იყო. ეს ყველაფერი და პლასტიკა, რაც მთავარია, არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად. ბრავო და მე ნუკა კვალიაშვილს დავასახელებ, იმიტომ რომ აქ კვალიაშვილი ასე ვთქვათ, თამასის დაგდება არ შეიძლება, იმიტომ რომ აქ აუცილებლად ვიღაც მაგარ მომღერალთან გვაქვს საქმე. ბატონო, ისეთი ქალურია, ხო, არ ვიცით ვინ არის. ისეთი ქალურია, აი ეს ენერგეტიკა მოდის ჩვენამდეც ამ პლასტიკაში. ლამაზი სხეული აქვს, დარწმუნებული ვარ რეალურ ცხოვრებაში. ხელებს ამოძრავენ ძალიან ლამაზად. გადასარევად, მგონია რომ ლამაზი ქალბატონია და ნიჭზე აღარ გავამახვილებ მე ყურადღებას, ისეთები ისაუბრეს პროფესიონალებმა, მართლა საოცრად შეასრულა დღევანდელი სიმღერა და მე ჩემს წინა ვერსიას დავტოვებ და იყოს თეონა დვალი. თეონა დვალი! არც მეტი, არც ნაკლები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ულამაზესიც არის, უნიჭიერესიც არის, უმაგრესიც არის, თან მგონია რომ მომღერალი არის, მგონია ვეთანხმები ანრის, რომ თავიდან ვითომ დაგვაბნია, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ შეიკავა თავი ისეთები აკეთა. მე არ გავიმეორებ ჩემ წინა ვერსიას და ახალს შემოგთავაზებთ. ჩემგან ახალს. კი ბატონო. მოდი ფარშევანგი დღეს იყოს მოდი იყოს თაკო გაჩეჩილაძე. თაკო გაჩეჩილაძე. შვენიერი ოთხივე მომღერალი საინტერესოა ვინ იმალება ფარშევანგს მიღმა და გავაცილოთ ულამაზესი ფარშევანგი. ბრავო, ბრავო. Aminotauri. Mashaze, Senaze, Aminotauri! Bravo, Baka! ამასინად კრეტაზე საკუთარი ოქროყანა ვიპოვე. ზუსტად იმ ხელა, რამ ხელაც ნამდვილი ოქროყანა. უბრალოდ აქ ბერძნულად ეძახია. ისეთი კარგი ადგილია, სულ რომ არაფერი ლაბირინთიდან გამოსვლა და ხათრის გულისთვის ჩასვლაც არ დამზარდება. აუდგები და სულ კერძო სახლში ცხოვრობს რა და გარშემო რაღაცა აქვს. მე ისეთი გამოცდილება მაქვს მაგისი, საერთოდ არ გამეჭირდება. სულ ტურნე დავდიოდი თავის დროზე. ავტობუსი, დიდი მგზავრობა და წადი წამოდი, რამდენიც გინდა. ეს მე დავფუძნდი ლაბირინთში, თორემ 3-4 ქვეყნის გადავლა ავტობუსით, რა პრობლემა? ავტობუსით 3 ქვეყნის გადავლა ხო? კი არა, მე ისეთი რაღაც შემეძლო თვით, ოპის მეფესაც შეშურდებოდა. ოპის მეფე ვინ არის, მაგაზე მგონი არც დეტექტივები დაობს და არც ზევს ჰადეს პოსეიდონი. კარგად მომისმინეთ. სანამ სხვები ერთს შვებოდნენ, მე ორივეს შვებოდი. მაგრამ ჩემი ცხოვრება ყოველთვის დაალაგებული არ ყოფილა. იყო დრო, როცა ლაბირინთის სხეულები ისე ამერია, ხუთოსნობიდან ნიშნის ხვეწნამდე დავედი. ანუ რაღაც პერიოდი ჩავარდა კარიერაში. თქვენ კი მეტყვით, რა მნიშვნელობა აქვს მინოტავრი, რამდენოსანი იქნებაო. გარშემო მყოფებიც ასე მეუბნებოდნენ, მაგრამ კიდევ კარგი მძლად ბოლომდე არ დაბუჯერე. არც თქვენ დაგიჯერებთ და სცენაზე ხუთოსნურად შევასრულებ. შეასრულე გენაცვალე. მოგზანდით გეთაყვა. გამოვიდა ლაბირინთიდან ჩვენი მინოტავრი. სისფერვალება მინოტავრი. ეს ძვალები გამჭოლი. მანიკა მეფელომი ხო არ არის? აბა რა იქნება? აბა ვნახო.
თვალები როგორ საფირმო მოსალმება. უბჭვინავს ლურჯად. ახნო თავს მოვიჭრი დადა პაპუაშვილი. მართლა იძახი? Gonna be a monarchy, so enemies beware. Well, I've never seen a keener bitch with quite so little hair. I'm gonna be the mini man, no he was before. I'm brushing up and looking down, walking on my road. Man, აგრად მღერი. just can't wait to be king. You have brother a long way to go, young master, if you think. No, say do this. Now, when I said that, no, say be there. What I meant was. No, say stop this. No, say see here. Now, see here. Free to run and run all day. ანრი არ ვიცით ჩვენ ეს ხმა არა. Shooting all my wish. ობა! აუ, რა მაგრა მოძრაო. სიკრონი ნახეთ. Everybody look left. Everybody look right. Everybody look at. Standing in a spotlight. Let every creature go for broken scene. Let's hear it in and on the wind. It's gonna be the summer final swing. Oh, I just can't wait to be king. Oh, I just can't wait to be king. Oh, I just can't wait to be სენის მეფე მინოტავრი! ბრავო! ბრავო! მინოტავრო შემიყვარდი! მე ვიქნები შენი კონკია. ვაკავეთ კონკია. განოდაცმანო. რა იყო ღმერთო? მე მეშინია მინოტავრმა არ უმხინოს კონკია. კონკია ზაკდემა მოსილი პერსონაჟია და ცოტა თავი აიყვანეთ ხელში აუ პატივცემულო. ის მოძრაობა გააკეთა ფეხით რო აკეთებდი. რა მოკვდა, იყო? მოკვდა. აი, არა მეორე. აი! ოჩა! ნახე არ ეშლებ. მოდი ამას უთქოთ და ჩვენ მანამდე მოვისმინოთ მინიშნება, ხო? მინიშნება გაგვინდა, მაკა. აი, მინიშნება აბა მინოტავრო. წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი და ღია მწვანე. თეთრი და ღია მწვანეო. რამე დროშის ფერები ხო არ არის ხალხო? წითელი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი და ღია მწვანე. რა თქვითოდა ეს მინიშნება? ყავისფერი, ნარინჯისფერი, თეთრი და ღია მწვანე. აი თითქოს დროშის ფერებია. თან ნახეთ ხელს აქნევდა რაღაც ფერებზე. არა. არაო, ხო, აი ნარინჯისფერი არაო, წითელი არაო, ყავისფერი არაო. მწვანეო? არა. კი. თეთრიო? და მწვანეო? ისე რაო. თეთრიო და მწვანე ისე რა? ისე არა, რა. მე მგონი ეს მინიშნებები უფრო გვაბნეს. რა თქმა უნდა. ახალი ამბავი. აღარ გვინდა. თავიდან ისე დაიწყო ეს ფერები, რომ უგანდის დროშაზე წავედი. აი ზუსტად ოთარის კლინიკა, თეთრი კედლები, ხო? თეთრი კედლებია ჩემთან ცოტა მოწაუკრემებს. აი შენ რო დაგაწვენ ნახავ. ამას რო დააწვენეს უკვე ფერებს ვეღარ აღიქვას მაგ დროს. გაქცეს პასუხი. აი აქ მე დამიწერეთ აი აქ კითხვის ნიშანი. იმიტომ რომ არ ვიცი ვინ არის. კი, არ არის პრობლემა. ერთხელ ანრის დაუწერეთ და ეხლა შენ დაგიწერეთ. მეც მაბადე. დამიწერეთ კითხვის ნიშანი. ოთარი კითხვის ნიშნით.
დედამიცის? რა თქმა უნდა. თავარი ეგ არის. კარგი. მე ვიცით, ჩემს მინუტას. გენიალურ კანდიდატურაზე, ჩემს ერთადერთზე და განუმეორებელზე, ზაზა პაპუაშვილზე. ანდრი, შენ რა ვერსია გაქვს? მე მაინც რაღაცა ჩემი კოლეგებისკენ ვიმზირები. დათო ხუჯაძე. რატომაც არა მღერის არაჩვეულებრივად ხუჯაძე. და ეს შესაძლებლობები ეს ხარტა გამოძრაობას. კი ბატონო, კი მე ბატონო. დავასახელებ, ხო, შესანიშნავი ნომერი იყო, ვოკალური მონაცემი აქვს, ფანტასტიკური და ხმაც ულამაზესი. ძალიან ვისიამოვნეთ. ხო, არ ვიცი რა, მაგრამ აი ოთონემსაძეა ჩემი ვერსია. ოთონემსაძე. არაჩვეულებრივი ვერსიებია ოთარისგან განსხვავებული. და გავაცილოთ ჩვენი სცენის მეფე მინოტავრი. მისი სიმღერა აუცილებლად გადააქცევს ურჩხულს პრინცად. მაშასე ლაზიერის სცენაზე. ჩემს საქმეს ალბათ მესამე კლასიდან ვაკეთებ. გადმოიღე დაფა, დააწყვე ფიგურები, 8 უჯრაზე 2 მწკრივად და საკუთარ თავს ეთამაშე. შეიძლება დილის 7-ზე დაწყებული მთელი დღეს გაგიგრძელდეს. ჭადრაკში გამარჯვებული, იცით ვინ არის? ვინც ბოლოს წინა შეცდომას უშვებს. აბა, ბოლო შეცდომა და საჭადრაკო ფარდაში ახლართვა ავტომატურად წაგებას ნიშნავს. ფარდა ახსენა. მთელი ცხოვრება რომ არ მეშრომა, ჩანგალს ვერ გავაკეთებდი. ვერც საშამათო ქსელს შევქმნიდი და ვერც ცენტრალიზებას მოვახდენდი. ანუ შრომის მოყარეა. სახლის მოხვეჭა ავტოპილოტზე გამომივიდა. თუ შრომობ, რაღაცები უბრალოდ თავისით ხდება. სახელიც მოხვეჭილი აქვს. თავარია მხოლოდ საკუთარი თავისთვის არისო. მე ალტრუისტი ვარ. მე ყველა ფიგურაზე ერთნაირად ვზრუნავ და თუ ერთი პაიკიც გაცვლას გადავარჩინე, შემიძლია ბედნიერი ვიყო. ეს ისეთი ადგილია, სადაც ჩაკეტილად უნდა ითამაშო. აბა ვინაობას ხო ვერ გავთქვა. ამიტომ ახლა ფარდები ფრთხილად გადაწიეთ და ჩემს D5-ზე მოსვლას ნებისმიერ წამს ელოდეთ. მოვიდა ჩვენი ლაზიერი. ლაზიერი ქიში და შამათი. როგორ მომწონს ლაზიერი, იცი? მინდა რომ სახში წავიყვანო. ფანტასტიკური კაბა. ძალამაზია. რაღაცა მაგარი გველოდება. რა სილამაზეა სცენაზე. Tell us all this time, true as it can be, barely even friends, then somebody bends unexpectedly. Just a little change, small to say the least, more than it feels scared. Neither one prepared, Beauty and the Beast. მომღერალია. Ever just the same, ever as surprise, ever
so sweet and strange. Finding you can change, learning you were wrong. Certain as the sun, rising in the east, tell us all this time, song as old as rhyme, beauty and განსხვავებული ხმობს. ვაიმე, ვინ არის? tell us all this time, song as old this rhyme, beauty and the beast. სახიობია. სახიობია მე მგონი. აი მომღერალი მსახიობია რა. აიმე რა ლამაზია! ლაზიერის სცენაზე! რაბანტი ტექსტია, ბეცრადებით! ძალიან შთამბეჭდავი და უმრავლესი სიმღერა. პოზაში როგორ დარჩა? ძალიან დიდი მადლობა. ლიზა, დასაწყისში რო თქვი რომ ეს იყო შენი საყვარელი აი ზუსტად ის მინდოდა რომ აი ამ ნომრის მერე მეთქვა მეც რომ ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი საუნდტრეკი თელს დისნეის სამყაროში. ნამდვილად ასეა. პიროდი არ შემიძლია ამ სიმღერას. თან აი ზუსტადაც ის შესრულება იყო როგორც ჩანს ამის ლაზიერის ინსპირაცია, იმიტომ რომ აი ის ჩემი საყვარელი ჩაიდანი დამიდგა თვალწინ. რაც გვიბიძგებს იმისკენ რომ ჩემიცო. რომ ჩვენი ძვირფასი დიდებული ლაზიერი არის არტისტი. ეს არის მსახიობი, რომელიც მღერის ძალიან კარგად სასიამოვნო და მე ახლა ასეთი შთაბეჭდილება დამჭა, რომ ლაზიერს მიღმა არის მინიშნება არ მოვისმინო. ახლა მინიშნება ლაზიერო, იქნებ შენმა მინიშნება მაინც რაღაცა. იქნებ შენმა მაინც მინიშნებს რაღაცისკენ. ჩემი ინიციალებიდან ჭადრაკის დაფაზე არც ერთია. ინიციალებიდან? მისი სახელი და გვარის, ანუ ინიციალები ჭადრაკის დაფაზე არც ერთი არ არის. ვინ ერკვევით ჭადრაკის დაფაზე? წარმოდგენა რომ აქვს. აბა ოთარ გვიშველე. A B C D I F A-ში 8 არის და G. უყურე იცის. უნდა ჩავიწერო ეგრე რას დავიმახსოვ. ეხლა მაგის გამოცვლა თუ დაიწყე და 32 F G H. ამიტომ მე მგონია H I J K L M N O P Q R T U თავდება H-ზე მთავრდება. ნახე და მე ამ გამოიცანე აბა ძალიან ერთობა თქვენი ნახე ახლა ჩავაბაროთ ინგლისურის ამბანი ვინიცის ზეპირად. არც ერთი არ არის იქიდან. მანდრო წავიდეთ ძალიან დიდი დრო დაგჭირდება. მე უცებ ვიტყვი არ დამჭირდება დრო მიდის გეთანხმებით. არაჩვეულებრივი იყო, ძალიან დიდი მადლობა, სასწაული ნომერი იყო, სასწაული შესრულება იყო, რა თქმა უნდა ეს არტისტია, ვეთანხმებით ჩემს მეგობარს ანრის და ეხლა ინიციალებიც რო წაუყვეთ, ეს მსახიობი არის, არც N არის იქ, არც T არის და არც M არის. ნინო თარხან მოურავია ჩემი აზრით. დიახ. ბრავო, თან. იცით რა მე მგონია რომ ამ ყველაფერს ისევ აღნაგობა მაეჭვებს, მაგრამ ასევე ფენომენალურად იზამდა ამას ნინო ბურდული. ნინო ბურდული? კი. B არის დაფაზე. დაფაზე ნ ხო არ არის, ნ არ არის. ხო, კარგი. მანიკა შეუერთდება თუ არა შენი ვერსია მსახიობების სიას? არა, ამ შემთხვევაში მსახიობს არ ვასახელებ, ძალიან დაბნეული. არ ჩავჭრა. არა, ძალიან ნიჭიერ ადამიანს ვამბობ და დამიჯერა გაგიხარდება. აბა მითხარი და ეგრევე. მაგრამ მისი სიმღერა არ ვიცი. ნინო ანანიაშვილია ჩემი. ვაიმე საყვარელი. ნინო ანანიაშვილი, სამი ნინო. ხო, არ გაგვიგია მისი სიმღერა ნამდვილად. ნინო, ყავს კიდე ვინმე? ნინო, რა მეოთხე ნინო გთხოვდა ასახელე ვინმე? ესეთი ნიჭიერი. კარგი დავალება გაქვს. მესამე ნინო? მეოთხე ნინო, ხო? ნინო ბურჯანაძე.
ვიც არ დააფიქსიროს. დაფიქსირებულია იცი? დაფიქსირეთ. აი დაფიქსირებულია. რატომაც არა? ძალიან დიდი მადლობა ძალიან. 4 ნინოსთვის. ასევე წყვილს მოცეკვავეების და ძალიან დიდი ფრინავების დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გაალამაზეს. უშ რა კაი ნომერი იყო. ჩვენი ნომერი გავაცილოთ ლაზიანი. ბრავო ლაზიო, მადლობა. ახლა ერთად ნახოთ ეს სიმღერა მისი 7 გმირობიდან, რომლის ტოლფასი იქნება. მაშასე მოუსწავლელი ბრაზილიის სცენაზე. ახლა გაგვამხიარულებს. აბა, წავიწიოთ წინ. წავიწიოთ. წავიწიოთ. ისე, ამდენი ხანია ჩემს მარცვლებზე გიყვებით და ჯერ კიდევ 900-იანებში ვართ. წარმოგიდგენიათ, წინ კიდევ რამდენი თავსატეხი გელოდებათ. რამე გითხარი? ეკონომისტობაზე უკვე მოგახსენეთ და დამიჯერეთ. ეს მხოლოდ პროფესია არ არის, ეს აზროვნების ფორმაა. და ხანდახან სხვა პროფესიის ადამიანებთან კონტაქტი რთული ხდება. არა, ურთიერთობა არავის არ მიჭირს, მაგრამ საერთო ენის პოვნამდე მისვლა ცოტა დამღლელია. მოკლედ, ჩემი 991 მარცვალი ინტროვერტია. 980 კი ექსტროვერტი. თქვენ სცენაზე მხიარულზე დაუმორჩილებას მხედავთ, მაგრამ მე ზედმეტად სერიოზულობაც მჩვევია. მართლა? რომელი უფრო ჩემია? ყველა. და საერთოდ, სცენაზე რომ არ ჩერდები, ისეთ რისი დამსახურებაა? ბავშვობიდან კიბეებზე დავრბივარ და განსაკუთრებით მოლების კიბეებზე მიყვარს სირბილი. ადრეც მოლი ერქვა? ხო, არ მახსოვს, მაგისთვის არ მეცალა. კიბეებზე დავრბოდი. ახლაც ჩვეული ენერგიით სცენაზე შემოვირბენ და მხარი ამიბით. გირდები, როცა გამხიარულებთ. მოდი. ვერაფერი ვერ გავიგე. მოვიდა, ძმები ვინდა, ძმები, აი ამაზე ვაფრენ, ძმებს რო ეს ეშვება. კი შეაყვარა თავი ამ თავისი ხასიათით აუდიტორიას. ჩვენს აი ვინ არის რა ისე საინტერესო. მაინტერესებს მეც. მე მგონი ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. Gonna shine it from the mountain tops. Put your time and put it out there stops. Gotta hear this with the heart and love. The king can shine it through. You're singing song. Come on, you're Იცი. a star is born. He's a hero who can see his dad proud. Come on, everybody, shout out loud. A star is born. Just remember in the darkest hour within your heart, the spark from making you a hero too. So now there's hope when you're forlorn. Just keep your eyes. Just keep your eyes. Every night. Sun is shining, star is born. Like a beacon in a cold dark night. A star is born. Da, Everything's technically, doing Monterrey. alright. A star is born. So everything was all that sin. The bottom man has to read the bottom line. His strength can shine. His rise inside is Capricorn. He felt too. He had a clue. Telling you a star is born. He's a hero who can please the crowd. A star is born. Everybody shout out loud. A star is born. Never in the darkest hour. For making you a hero too. So don't lose hope when you're forlorn. გაშკარად. Just keep your eyes. Every night, a star is born. A star is born. A star is born.
კარგია. რა კარგი გოგო ყოფილხარ შენ ბროწეულო. არ ვიცი, ანდრი უფრო კარგად გამიგებს. აბა რა რეგისტრში იმღერა გეხვეწები მითხარი. ძალიან არაჩვეულებრივი დიაპაზონი დააფიქსირა ამ მშვენიერი, ეპიზოდში. მშვენიერი. ნამდვილად და განსაკუთრებით კიდევ მისი ეს ტექნიკური მხარე ვოკალური ამ სიმღერაში ისე გამოჩნდა, აი დასრიალებდა აქეთ-იქით და ნამდვილად მომღერალია. აი მე ჩვენს არ მეპარება რომ აქ მომღერალი იმალა. აი მაკა გულწრფელად გეუბნები სცენაზე რომ არ იდგე და პროექტში მონაწილეობა არ ქონდეს მიღებული დავასახელებდი მაკას ამბახებს. რაღაცას გვეუბნება ხელით და მინიშნება, გითხარით, მინიშნება. კარგი, აბა ბროწეულო, გითხარით, შენი მინიშნება. მაკას გავს. კი, შეიძლებოდა. ბევრი წელი სოფლიო ვარსკვლავის ნაჩუქარი ფეხსაცმლით დავდიოდი. აი ეს არის მინიშნება. ეს არის ნამდვილი მინიშნება, მინიშნებულია. ფეხსაცმელი. მოდი გავიხსენოთ ფეხსაცმელი. სოფლიო ვარსკვლავები. ფეხსაცმელი? ალბათ ქართველი მსოფლიო ვარსკვლავი. მოდი მე მაქვს ჩემი თქვენი ფიქრები, აბა, ხა თქვი, მე შენი მაქვს ჩემი ვერსია, ბორის რომელიც ვერსია, როგორც მოგებით? აღმოჩნდა ანრიმ პირველ ტურში დაასახელა და ეს არის არაჩვეულებრივი ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა თიკა ბალანჩინი. თიკა ბალანჩინი. ბალანჩინი, კი, თიკა შეიძლება ბალანჩინი. რატომაც არა. ვიხსენებ მომღერლებს. აბა, ოთხ თინას თუ დავსვათ. არა, არ მინდა თინა, თუ შეიძლება, მაქვს უკვე ვერსია. თინას თუ დავსვათ. ჯერ ერთი საოცარი დახურვა იყო დღევანდელი დღის, ენერგიული, აი, სახასიათო. გაიხადა. ბროწეულს იხდის. ბროწეულს როგორ, აი, გეფიცებით, ახლა ისეთ შენ არ ადამიანს. გინდა რა გეხვეწები. თმები გაისწორე რა თმები, ჩემი ფინალამდე საყვარელი გახვიდე. ის არის თმებს რო იმას. ახლა ისეთ ადამიანს ვასახელებ, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ამ სხეულისენით არ გამოირჩევა. არის პირიქით შედარებით მშვიდი და არა ასეთი ენერგიული და გიჟი. ანუ მაგრამ უჟმურია? ვოკა არა, ძალიან კარგი ადამიანია და ვგიჟდები ისე მიყვარს. უჟმურობა რას ცუდ ადამიანობას გეუბნები, არ ნიშნავს. არა, არ არის უჟმური. მაგრამ ვოკალურად იმდენად რაღაც მაღალ რეგისტრში შეასრულა სიმღერა და თან რაღაცნაირ წკრიალა ხმა ჰქონდა, სოფო ხალვაში გამახსენდა მე. კი ბატონო. სოფოთუა. სოფოს შესაძლებლობები თუ არის არის ეს ჩვენი და ნახე შენ. მაშინ მოდი მე ვიტყოდი დაგიმატებ რომ არ გამოირჩევა რა თქმა უნდა სოფო ასე რა თქმა უნდა არ იქცევა სოციუმში გეუბნები. მაგრამ არა, სოციუმში ვინც ასე იქცევა, ის სხვა ადგილას სხვა მეყავს. ადგილას არის მაგრამ სოფო არის ამ ხასიათის გოგო ნახე ვიცი, ხო რომელსაც კი. შეუძლია ასე აგვაგდოს და ეკონომისტობასთან რამე შეხება? შეიძლება პროფესიით ეკონომისტია ხო, არ ვიცი, იმიტომ რომ მომღერლად ანრი ისედაც გაქვს დაიბადა ვერსია თუ ფეხზე ანუ მდგომოთ სოფო ხარ თუ მიმართო. ვინმე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ფეხზე ვგიჟდები მდგომო შენზე ხარ. ბროწეულო. იცი რა თქმა კითხვის უნდა. ნიშანს აღარ დავწერე. არა, კითხვის ნიშანს არ დავწერე, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი ვინ არის. თამუნა ნიკოლაძე? არა. თაუნა ნიკოლაძე თუ ასე მღერის, მაგრამ ანრისი არ იყოს, მართლა მაშინ აი უნდა ათრიო ცხენის ზუაზე გამობმული. თან არაბული ცხენის ზუაზე. არ ჩერდება ხალხო მაყურებელს მე უგზავნის გაინტერესებს ზუსტად რა ვიცი? აბა, კი. გამოუშვიო. ბაბი კირკიტაძეა ეს. ბაბი კირკიტაძე. კი, ბატონო. არა მგონია, იცი? არა, ბაბი თუ არა ანდრიმ ვერ გამოიცნო ეჭვება. აი ხო ნახე მე ბაბის მეგობარი არ ვეთანხმები. შენ ხარ, შენ ხარ. ნახე რა დღესია. მე მგონი გვეღადავება. აბა რა შვება. აი ძალიან მაგრად და. ბროწეულო ერთი წამი შეგიძლია? ბროწეულო! რა საყარელია. ერთი წამი დამშვიდდი ბროწეულო. აქ არის სოფიკო, იქ არის თინიკო, იქ ჩემი ბაბიკო. აქ ახლა ნახე დამიჯერეთ სიმღერამ იმდენი არაფერი მითხრა მისმა შესრულებამ, რამდენადაც მისი აი ეს პლასტიკა და სიგიჟე და ქმედება მაფიქრებს. სულ აი ვაკვირდებ ვიღაცა და აი იცი ვინ დავიჭირე? ვინ? ლიზა ყენია.
ლიზა. აი ლიზა. შეიძლება. ლიზა შეიძლება იყოს კი, ეს. არის სხვათა შორის შეიძლება. ლიზა ყენია კი ბატონო. და ლიზა სიმღერაზე კიდე არაფერს არ ვამბობ, აბსოლუტურად არაჩვეულებული. დაიკავეს თქვენი კუთვნილი ადგილი და ბროწეული გავაცილოთ. ბრავო ბროწეულო. ეს იყო მეხუთე ეპიზოდის ბოლო მეექვსე მონაწილე და სანამ ჩვენს აუდიტორიას ვთხოვ რომ მოიმარჯვოს ელექტრონული მოწყობილობები და ფარული კენჭისყრით აირჩიოს საკუთარი ფავორიტები, მანამდე რეკლამა იმედის ეთერში. ბრუნდებით სცენაზე და მე აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ჩვენი მეგა შოუს პარტნიორი კომპანიები, მათ შევასწრებ. წამყვანი დეველოპერული კომპანია Orbit ჯგუფი, რომელიც მუდამ დახვეწილი და ლამაზი არქიტექტურით გვანებივრებს, გამარჯვებულს გადასცემს ბინას ბათუმში, ზღვის სანაპიროზე. ვინ არის სპონსორია კომპანია ავერსის პრემიუმ ბრენდი აჰავა. მისი უნიკალური შემადგენლობის გამო აჰავას თითოეული პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ჩვენი კანისთვის და ბრენდს ენიჭება სამკურნალო კოსმეტიკის კვალიფიკაცია. ბრენდი ოფიციალურად წარმოდგენილია ავერსის საფთიაქო ქსელში. სულ რამოდენიმე წუთში ჩვენ ამოუცნობი იდენტობის ვინაობას გავიგებთ, ამიტომ ვისარგებლოთ მომენტით და განწყობა კოკა-კოლასთან ერთად ავიმაღლოთ. პროექტის ერთგული პარტნიორია ნატალი, რომელიც ზრუნავს ჩვენს სილამაზეზე. რადიო იმედი ყველაზე ვრცელი საეთერო მაუწყებლობა, 24 წელი ჩვენთან ერთად. მოიგე დრო, გაიგე მთავარი. ნევერლენდი ანიმაციური გმირების ყველაზე დიდი არჩევანი გახადე შენი დღე განსაკუთრებული ჩვენს ცენტრში. ან პირდაპირ შენს სასურველ ლოკაციაზე. ახლა კი მოიმარჯვეთ ჩემო ძვირფასებო ელექტრონული მოწყობილობები და მოემზადეთ ფარული კენჭისყრისთვის. თქვენ ირჩევთ თქვენს საყვარელ გმირს, რომელსაც ვიხილავთ შემდეგ ეპიზოდში. მაშასე ხმის მიცემა დაიწყო! სანამ ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს, მოდი კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენი ზღაპრული ტურის მონაწილეების გამოსვლას. Around the powerful urge to help you out. And what you wish I really wanna know. You gotta live that 3 miles long the dark. All you gotta do is stop like so. And Mr. Our loving sir, have a wish or 2 or 3. I'm on the job, you're building the bomb. You ain't never had a friend, never had a friend. You ain't never had a friend, never had a friend. You ain't never had a friend like me. Time is racing toward us till the Huns arrive. Heed my every order, and you might survive. You're unsuited for the rage of war, so pack up, go home, you're through. How could I make a man out of you? Don't you worry about a thing. Don't you worry about a thing, mama. 'Cause when we stand alone,
that we can taste the ground. Come on, everybody, shine our light. A star is born. Just remember in the darkest hour within your heart, the spark from making you a hero too. So now there's hope when you're forlorn. Just keep your eyes. Just keep your eyes. Every night. Star is bright. Star is bright. ძვირფასო ტელემაყურებლებო, მეგა შოუს დიდი ექვსეულია სცენაზე. დახმის მიცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. შედეგები უკვე დაფიქსირდა. და ახლა დავასახელებ გულშემატკივრის ფავორიტებს. მაშ ასე პირველი პერსონაჟი, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის გულები მოიგო, არის მინოტავრი! ილოცა! აი ის ილეთი გააკეთა, რომელიც მინდოდა. მაყურებლის მეორე ფავორიტია ლაზიანი! ილოცავ ჩვენო დედოფალო. გულშემატკივრის მესამე ფავორიტია და რას ამბობდით უკაცრავად? ბროწეული! ილოცავ! დაიძაბა ძვირფასო ტელემაყურებლებო სიტუაცია, რადგან ამ სამი მონაწილიდან მხოლოდ ერთი არის გულშემატკივრის ფავორიტი და ის არის ფარშევანგი! ილოცავ ულამაზესო! დაფრინდი და მოფრინდი შემდეგ ეპიზოდში. ოჰო, მაშ ასე. ქურუმი და სიმინდი მომიახლოვდით. დედექტივებო, ჯერი თქვენზეა. არც კი ვისურვებდი თქვენს ადგილას ყოფნას, მაგრამ აუცილებლად უნდა მოვხსნათ რომელიმეს დღეს ნიღაბი და ვინ იქნება ეს, მეტყვით თქვენ. მე ჩემ ხმას რომ დარჩეს, რომ არ მოიხსნას. შემდეგ ტურში ორივე ძალიან მაგარია, ჯერ პირველ რიგში ვიტყვი, მაგრამ ნუ უნდა არჩიო ახლა, ხო? ძალიან სანერვიულო მომენტია. შემდეგ ტურში მინდა რომ ვიხილო სიმინდი. ვაუ, შენი ფავორიტი სიმინდი გინდა რომ მიხილო. ძალიან კარგი, კი ბატონო. მიღებულია. მე როგორც ყოველთვის გავათანაბრებ და არჩევას დავტოვებ ქურუმზე. ერთით ერთი. მე მინდა რომ პროექტში დარჩეს ქურუმი. დარჩეს. ორით ერთი. ანრი, ვინ უნდა მოიხსნას ნიღაბი? ყველა დარჩეს. შენ მითხარი ვინ უნდა მოიხსნას? მოიცადე, ვის რამდენი ხმა? ორით ერთი. არა, მე ვათანაბრებ იმას, მე და ჩვენმა პროდიუსინგმა გამოაცხადოს, ვისაც დაბალი, ასე ვთქვათ, შედარებით დაბალი შეფასება ქონდა ამურიდან, იმან მოიხსნას, მე ამაში არ მივიღებ მონაწილეობას, არც ერთი არ მემეტება გასაშროა. ხო, ნამდვილად და რაღაცა ითანაბარი მონაწილეები. ხმები გაიყო. გათანაბრდა. ორი, კი ბატონო. ახლა მაცნობებენ. ვის აქვს უფრო ნაკლები ხმა? მაშ ასე? საინტერესო. აი მე.
დისნეის ტურში, ანუ დღევანდელ ეპიზოდში. ნიღაბ სიხსნის სიმინდი და გურუმს მულოცავ შემდეგ ეპიზოდში გადასვლა. სიმინდო მიყვარხარ ძალიან იცოდე. არ ვიცი ვიხარ, მაგრამ მიყვარხარ. ახლა კი შეძახილის დროა. მოიხსენი! ოთა სიმინდმა თავად მომსკას ნიღაბი თუ შეიძლება მოგზავდი. ანრი მოუხდება დღეს სიმინდს. ფერებში. მოიხსენი! 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 ნახე როგორ ვუხდებით მე და სიმინდი. ძალიან ანრი. ცოდუა მოგცენით. მოიხსენი! ბრავო, გარწი მანიკა. გილოცა შენ გამოიცანი სიმინდი. როგორ მიყვარხარ? არა, მე უკვე მიყვარხარ. მე ყველა მიყვარხარ. ორ სიტყვას ვიტყვი. ბაიმე მეტი მე თქვი, ჩემი მეტი. ასაკიდან გამომდინარე მეგონა რომ პირველივე ტურში ტყლნკ. აბა კი. მაგრამ და ნიჭიდან გამომდინარე რატო არ იფიქრეთ არა, მაგაზე? რატო იცი ასაკს მაინც თავის მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უღრმესი მადლობა თელს სტაფს დაბლიდან დაწყებული ფანქველაძე დამთავრებული რომ მამოგზაურა ამ ჯადოსნურ სამყაროში. ეს იყო ჩემთვის აი არ ვიცი რა თან ცოტა კი ნერვები მომეშალა ვიღაცამ ბალერონს შემანდარა ვიღაცამ და მაგრამ ესეც რა იყო ესეც ძალიან ლამაზი იყო უღრმესი მადლობა გაიხარე. მე თქვენ გამიხანგრძლივეთ სიცოცხლე ძალიან დიდი მადლობა. დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა ამ შოუში. ლეგენდარული მუგზარ პაშალო. თქვენ დაგვიტოვეთ საოცარი შესრულებები. ძალიან დიდი ზედა მადლობა მართლა რომ როგორ იყავით ხდება ჩვენი ჩვენთან. მოკაზმულობა ბატონო მუგზარ. ჩვენი უსაყვარლესი ჯუჯა. When Alibaba had them 40 future, as I just had 1,000 tales. But most of you even like cause up your sleeves. You got a better magic never fails. You got the power in your phone, not so heavy ammunition in your hand. You got the blue, the sand, ain't how. You all you gotta do is jump at line. And then I'll say, Mr. Aladdin, sir, what will your pleasure be? That to take your order, joy down. You have never had a fan like me. Life is your restaurant and I'm your melody. come whisper to me whatever it is you want. You ain't never had a friend like me. We pride ourselves on service. You the boss, the king, the shah. Say what you wish, it's yours to be. About the little muddy battle of life. Have some tell me by all of town be. I'm in the mood to help you do. You ain't never had a friend like me. ძვირფასო ტელემაყურებლებო დისნეისტური ამით სრულდება, თუმცა დრამა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ჩვენ სულ ახლა ვუახლოვდებით მეგა შოუს რუბიკონს. ყველაფერს ველოდეთ, შეიძლება ვერც კი წარმოიდგინოთ თუ ვინ წინ არის. I'm the genie of the lamp. I can sing, rap, dance. If you can... Come together! Satisfied by the genie for your chance to friend. I'm at the powerful urge to help you out. And what you wish I really wanna know. You gotta leave that dream as long as all you gotta do is come like so. And შედიხარ მიყარით და როგორც კი დაცვა ხელს გაგიშვებს ჰოპ სამი never had a friend, never had a friend, never had a friend, never had a friend.
გადამწყვეტი ტური. ორშაბათს თითქოს არ ეშინოდა რომ მის ტემბრს ამოვიცნო. ერთი ნაბიჯი ნახევარ ფინალამდე. Magalena Rojo, traz a Lena pro fundo, vem fazer a massagem. 22 საათზე. ჩვენი ზღაპრული გმირები და მათი ხილული მინიშნებები. მინიშნება თუ შეიძლება გამოგვიტანეთ. მინიშნება. შეძლებ გამოიცნო. მეჩვენებოდა თუ ამოგიყირავდათ ვერსიები. იждება ფეხბურთზე. ეხლა არ მითხრათ რომ ხვიჩა გვარაცხელია. ვინ არის? დაელოდე და გაიგე ვაიმე. ვინ გადადის ნახევარ ფინალში. საოცარი მეექვსე ტური გეუბნები.